შუადღე მშვიდობის მოგესალმებით ყველას. პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა შუადღე ერთსულოვნებაზე. პროგრამას ია ბედოიძე უძღვები. სამი თემა შევარჩიეთ დღეს სასაუბროდ, სამი ერთმანეთისგან განსხვავებული და ვფიქრობ თავისი არსით საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ კონსტანტინოპოლელი პატრიარქის წმინდა ნაწილების გადმოსვენების შესახებ კომალიდან კონსტანტინოპოლში. თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამის შესახებ გადაცემის პირველი სტუმარი გვესაუბრება. მეორე ნაწილში უკვე ერთ-ერთი გამოცემის შესახებ გიამბობთ, რომელიც სახელწოდებაც გახლავთ უცნობი სერგო ქობულაძე. ეს უკვე მეორე ნაწილში, გადაცემის ბოლოს კი რუბრიკა ქართული გვარები. ასე გამოიყურება დღევანდელი შუადღის მოკლე ანონსი, უფრო ვრცლად კი უკვე ვიწყებთ. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგის თანაშემწე დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. მშვიდობა მამა იაკობ, დაგვრცეთ და გმადლობთ მოგზაურობისთვის. როგორც უკვე თქვით, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის წმინდა ნაწილების გადმოსვენება კომალიდან კონსტანტინოპოლს. დიახ, ეს პატრიარქი იოანე ოქროპირია. მისი ხსენება განსაკუთრებულია, იმიტომ რომ თვითონ ეს წმინდანი არის მსოფლიოს სვეტი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი და მოძღვარი და იგი უტოლდება და გატოლებულია ისეთებთან, როგორც არიან ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ეს სამი არის სვეტი და ასევე მათთან ერთად არ გამოყოთ ეს არ აღნიშნოთ შეუძლებელია კირილე ალექსანდრიელი. ეს დიდი მოძღვრები არიან ისინი ეკლესიისთვის და აქ ისმის კითხვა რომ როგორ შეიძლებოდა რომ ასეთი დიდი პიროვნება, დიდი ღვთისმეტყველი, უდიდესი საღვთო მადლის მატარებელი, ღვთისმშვილობის ღირსყოფილი პიროვნება, დიდი ფილოსოფიური ცოდნაც ჰქონდა, ამავე დროს ქრისტიანული განათლებაც, მოღვაწეც და ნათელი გონების მატარებელი ადამიანი და წმინდა ზნეობის კაცი. როგორ შეიძლება ეს გადასახლებაში მოხდარიყო იმ დროს მეოთხე საუკუნეს, როდესაც და მეოთხე საუკუნის დასაწყისი, როდესაც ქრისტიანობა იწყებდა გაბწყინებას. პირველი ორი მსოფლიო კრება უკვე ჩატარებული იყო და ამაზე მინდა რომ დაგესაუბროთ. ამიტომ რომ გჭდება კითხვები ხო ამაზე და მე უკან ისევ გადააბძანეს. მოხდა რაღაც ესეთი შეცდომა ურთიერთობებში, დამოკიდებულებებში, რომლებისგან დაზღვეული არ ჩვენ ვართ დღეს. წმინდა იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის პატრიარქად არჩეულ იქნა 398 წელს. მანამდე ეს უდიდესი პიროვნება მოღვაწეობდა ანტიოქიაში და იქ მისი ასკეტური ცხოვრება გაატარა და ღვთისმსახური იყო და მისი ქადაგებები უკვე ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში და როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნექტარიოსი გარდაიცვალა, ეძებდნენ ვინ შეცვლიდა მას და ღირსეული პიროვნება უნდათ, სურველები იყო ბევრი, მაგრამ არ თვლიდნენ მათ ამ დედაქალაქის ყველაზე იმპერიის ცენტრის ეპისკოპოსობის ღირსად მათ და გაჩნდა ეს აზრი, რომ იოანეს დაუძახოთ, რომელიც ასე ცნობილია და გვახარებს თავისი ქადაგებებით. მოიწვიეს ფარულად იოანე, დაასხეს ხელი და 398 წლიდან უკვე ის შეუდგა თავის წმინდა ღვთისმთავრობას. აქ წმინდა კაცს წმინდა ხედვა აქვს და იოანეს შესახებ საუბრობდნენ, რომ გამოირჩეოდა დიდი კადნიერებითო, ურთიერთობებში ასე და სიმკაცრითო. მაგრამ სინამდვილე იმაშია, რომ წმინდა იოანეს სიმკაცრე იყო სამართლიანი და კადნიერება კი თავაზდილობიანი და ის ყოველივე და ეს კადნიერება მისი მომდინარეობდა დიდი სიყვარულიდან. იმიტომ რომ ძალიან თუმცა მკაცრი იყო, მაგრამ ძალიან ზდილობიანი და ამავე დროს მოსიყვარული ადამიანი. ის პირადად ყველაზე მკაცრი თავის მიმართ იყო და თუ ვინმე სიმკაცრეს იჩენდა ისევ სიყვარულიდან და ზრუნვიდან, რათა ისე მოწყობილიყო, როგორც ღვთისნება არის. წმინდა იოანე ოქროპირი უწოდეს მას, იმიტომ რომ ისეთი ქადაგებები აქვს წმინდა იოანეს, რომ დღესაც რო კითხულობს, ეს ქადაგება მუდამ აქტუალურია და მუდამ გასაოცარი, რომ ესეთი მჭერმეტყველი იყო დიდი და არა მხოლოდ რიტორიკის ხელოვნების წოდნით, არამედ თვით ადამიანთა გულის რახვათა, აზროვნების, თანმიმდევრობის
ღრმა მცოდნე, როგორც ვთქვით, ფილოსოფიური განათლებაც ჰქონდა და მაგრამ ღვთისგან მიმადლებული ნიჭი ჰქონდა, ისეთი მსჯელობები აქვს და ისეთი ქადაგებები, რომ გაიტაცებს პირდაპირ ადამიანს ისე მწყობრად და მიუყავართ უფალთან, გვაგებინებს ჩვენში რა ხდება და უფლისნება როგორია და როგორ უნდა მოვიქცეთ. ძირითადად ზნეობრივ საკითხებს ზნეობრივი კუთხით მარტავს ივანე, იმიტომ რომ უხსახთისმეტყველო წვდომებისთვის ჯერ საჭიროა ზნეობრივი გაწმენდა. თუმცა ღვთისმეტყველო სწავლებებიც აქვს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებები, ითვლება რომ ეს უშუალოდ თვით პავლე მოციქული მისი პირით გვიმარტავს, ხილვაც იყო ერთ-ერთი მისი მოწაფე პროკლე იხედავს როგორ ჩაჩურჩულებდა ყურში წმინდა იოანეს, ოდესაც ის წერდა ამ განმარტებებს. ასევე არის სახარების განმარტებები, მათეს სახარების და იოანეს სახარების განმარტება, იოანე ოქროპირისეული, ეს ძალიან ავტორიტეტული განმარტებებია. და აი ეს პიროვნება იწყებს მოღვაწეობას იმით, რომ პირველი ჯერ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ხარჯებს გადახედავს და ჩათვლის, რომ აქ ძალიან ზედმეტი ხარჯია, რაღაც ფუფუნებითი არის ეს. იქ იყო წესები, სუფრები, მიღების, სტუმრების მიღების და საეპისკოპოსო სახლის ხარჯებს. მოაკლებს ამ ხარჯებს და გადაიტანს უპატრონოთა თავშესაფარზე გაჭირებულთა ორ სახლს შექმნის და იქ დააფინანსებს პირიქით. შემდეგ ამით რა თქმა უნდა ბევრის გულისწყრომა გამოიჩია, ჩათვალეს, რომ ეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტრადიცია იყო, დიპლომატია იყო და აუცილებელი იყო ასე ჩაუთვალეს იოანეს. ზოგიერთი სტუმარიც ჩამობძანდა ეპისკოპოსი, რო არ დახვდა ეს მაღალ დონეზე სასტუმრო და სუფრა, თვითონ იოანეც ესე უბრალოდ იყო ამ სუფრებზე, ეს დაბკოლდნენ. დაბკოლდნენ და ერთ-ერთმა ასეც კითხვა, მე შენ გაგიმართავ სუფრას, ასე დაემუქრენ იოანეს. ანუ ეს რჩებოდა ადამიანების გულში წყენები. ქადაგების მოსმენა ყველას მოსწონდა, იმ მოძღვრების წვდომა სიმაღლებისაც აწვდიდა, მაგრამ ცხოვრებაში გატარება ამისი ბევრს არ უნდა ცნობილია და შესაბამისად ეს პირველი. შემდეგ ასევე იყო, რომ სამეფო კარზე, სამეფო მოხელის, ერთ-ერთ მოხელეს ნეუნდენაც მახლა ევროპიოს თან მოუვიდა წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ის ცდილობდა ეკლესია სამეფო ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ მოექცია და ზეწოლას ახდენდა და ასევე უსამართლოდ ყიდიდა თანამდებობებს სამეფო კარზე და მსგავსი რაღაც უჯულოებები და მკაცრად ამხილა იოანე ოქროპირმა. იგიც აქაც უკვე უკმაყოფილობები წამოვიდა, რაღაც ჩაუთვალეს, რომ აი ეკლესია ერევა თითქოს, მაგრამ ეკლესიის ზნეობრივი საკითხი ეს პოლიტიკას ეხება თუ ეკლესიას ეხება თუ სახელმწიფოს ეს ეკლესიის სფეროა და შეუძლებელია თუ თავი ქრისტიანად მიაჩნია და ამ დროს უზნეოდ იქცევა, არ უნდა დაემორჩილოს ეკლესიამ ხილებას, რა თქმა უნდა. ამას მოყვა კიდევ სხვა, რომ მოხდა ისე, რომ ალექსანდრიის მღვდელმთავარს, რომელსაც თავიდან არ მოსწონდა ეს იოანეს კანდიდატურა, ესეთი ცოტა გარკვეული თვალსაზრისით ნაკლული პიროვნება იყო სულიერებაში, წმინდანათის არ მოიხსენება, თეოფილეს სურდა, რომ გარკვეული ძალაუფლება ქონოდა და მოხდა ისეთი კონსტანტინოპოლის მღვდელმთავარზე, იმიტომ რომ არის ალექსანდრია ცდილობდა დაწინაურებულიყო, ესეთი ის იყო შემთხვევა. თვითონ იმ პერიოდში ეს მღვდელმთავარი ცდილობდა, რომ მიაჩნდათ, რომ იმპერიის კვებავი იყო ალექსანდრია, იქიდან მოდიოდა ყოველივე და უნდათ რომ გარკვეული თვალსაზრისით სულიერების დიდი აკვანია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ პირველობა რო ეკუთვნოდა კონსტანტინოპოლს, აი მღვდელმთავარს ეს არ აკმაყოფილებდა, დიდების მოყარეობა კონკრეტულად მას ამოძრავებდა და დამორჩილება სურდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ თვითონ ერთ-ერთი სხვათა შორის ერთ-ერთი პიროვნება, პროტოპრესვიტი სასულიერო პირი, რომელსაც იგი უქადიდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად რომ უნდა და გაეხადა, ეს პიროვნებაც ქველმოქმედი პიროვნება იყო და უპატრონო სახლებს კურირებდა. აი ამ პიროვნებასთან მოვიდა უთანხმოება, იმიტომ რომ ორი ესეთი ისტორიკოსები ბრძანებენ, რომ 1000 ოქრო შემოსწირეს ამ პიროვნებას ამ უპატრონო სახლებზე და მან ეს არ შეატყობინა ეპისკოპოსი, იფიქრა, რომ ეს ეპისკოპოსი ისევ
ტაძართან მშენებლობაში გამოიყენებს ამ ფულსო და მოპატრონთა სახლს მოაკლდებაო და ამის გამო გაიგო მთავარმა და მასზე ის იყო ვაგე თქვათ განაწყენებული და დაჯის მოსურნე და ამავე დროს მოხდა ისე რომ კიდე მეორე ცნობა არის რომ აზიარეს პიროვნება ქალკედონი ის უკაცრავად მან ეს ეკლესიაში აზიარეს ქალბატონი რომელიც იყო მანიქეველი ისე რომ საჯარო მონანიება და ის სინანული არ გამოუთქვამს მას და ეს სასულიერო პირი იყო მოწმე ამის და ეპისკოპოსზე გარკვეული უარყოფითი აზრი გამოთქვა და მოწმე იყო ამ დანაშაულის და ამაზეც მოხდა უთანხმოება, რის გამოც ეპისკოპოსმა იგი განკვეთა, დააყენა ეკლესიიდან, ის გაიქცა ნიტრიის უდაბნოში, იქ სადაც ადრე თავიდან მოღვაწეობდა, მიიღეს იქ ძმებმა, ესეთი ძმები იყვნენ 4 მაღალი ძმა, გრძელ ძმებს უწოდებდნენ, რომლებიც სულიერებაში გამორჩეულები იყვნენ, თეოფილე იცნობდა მათ, მაგრამ რადგან ეს მიიღეს ეს სასულიერო პირი განაწყენდა ეპისკოპოს თეოფილე და გამოდევნა ისინი უდაბნოდან. გააუქმა ნიტრის უდაბნო 300-მდე მოღვაწე ცხოვრობდა. იქიდან ნაწილი პალესტინაში გაიქცა, ნაწილი წამოვიდა წმინდა იოანე ოქროპირთან კონსტანტინოპოლში საჩივრის სათქმელად და აი წმინდა იოანე ოქროპირმა მიიღო ისინი, მაგრამ ერთობა მათთან ლიტურგიკული არ ქონია და ცალკე დააბინავა, რათა გარკვეულიყო ჯერ არ ხდებოდა. ეპისკოპოსი თეოფილე ამ ნიტრიელ ბერებს ორიგენის შიდებდა ბრალს, რა თქმა უნდა ორიგენისთან მათ არ ჰქონდათ კავშირი, უბრალოდ ეს საბაბი იყო და მოსთხოვა იოანე ოქროპირს, რომ ეს პიროვნებები გაედევნა, ანათემას გადაეცა და შემდეგ როცა ოქროპირმა ეს არ გააკეთა, ძალათი არ გააკეთა ეს, მაშინ დააბრალა წმინდა იოანე ოქროპირის ორიგენიზმი, კიდე სხვა ბრალდებები წარმოითქვა. ამ დროს დაგროვდა უკვე ის უკმაყოფილება თვითონ კონსტანტინოპოლში, ვინც ანგარი პიროვნებების, დიდების მოყარე პიროვნებების, ვინცაც ამხელდა ოქროპირი და ვინც გარკვეულწილად შურით იყო, მათ შორის რამოდენიმე ეპისკოპოსიც იყო და შეიკრა მათთან და დაემთხვა ის, რომ დედოფალიც შეუერთდა მათ, ევდოქსია. ამ დროს იმპერატორი არის არკადი იმპერატორი და დედოფალი ევდოქსია, მისი მეუღლე, საკმაოდ აქტიური ქალბატონი იყო ამ მმართველობაში, ძეგავლენას ახდენდა მეფეზე და აი დედოფალს ჰქონდა დედოფალზე კიდე ზეგავლენას ახდენდა სამეფო კარის ხალხი, სადაც ეს იყო გარკვეული ეს ფუნების მოყარეობა, ეს ზედმეტობები და ანგარება ხდებოდა უსამართლობები პიროვნების დასჯა, უსამართლო და მათი ქონების კომპენსაცია, რომ ეს სამეფო კარზე განაწილებული იყო ეს თანხები და ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო ცნობილია როგორც ბაღის სამეფო ესეთ ბაღის შემთხვევა, სადაც ქრივი სენატორის ქრივ ქალბატონს მის ქმარს ტყუილად ცილი დასწამეს, გადაასახლეს და იგი გადაეცვალა და ერთი ბაღი ჰქონდა ესეთი ყურძნის ვენახი, ეს ბაღი, სადაც რომელიც მდებარეობდა დედაქალაქში სამეფო კართან ახლოს და ეს სარჩოსაბადებელად ეს ჰქონდათ ამ ყურძენი მოსავალით იჩენდნენ თავს და დედოფალს მოსწონდა, იმიტომ რომ ახლოს იყო სამეფო კართან, სამეფო სასახლესთან და ჩაიარა რამოდენიმე ჯერ მოწყვიტა, შეჭამა ეს ყურძენი და მე თქვა რომ ეს მე მეკუთვნისო. მე უნდა გადმომივიდეს და შენ სანაცვლოდ კომპენსაციას მოგცემთ ფულის, თუ გინდა ფულით, თუ გინდა მიწის მონაკვეთს მოგცემთო და ეს ქრივი იცოდა რომ იოანე ოქროპირი როგორი სამართლიანი პიროვნება იყო და როგორ პატივს მიაგებდა ქრივებს და ობლებს. ეს ბიბლიური სწავლებაც არის და მას მიმართა რომ დახმარებოდა და დაეფარა დედოფლის ამ ზემოქმედებისგან, იმიტომ რომ მეტი ეს უფალი და იოანე თუ შეეწეოდა და იოანე სასწრაფოდ მივიდა დედოფალთან და მოსთხოვა რომ დაენებებინა ამ ქალისთვის თავი და დაებრუნებინა, იმიტომ წაართვა ის ვენახი, მithom კანონი არისო რომ სადაც სამეფო გვარის პიროვნება შეჭამს ყურძენს ან ნაყოფს მიიღებს, უკვე მისი არის. ესეთი
არანაირი ესეთი კანონი არ არსებობდა, მაგრამ მოიგონა ეს და მოკლედ კაცრად დაუდგა ისიც იყო აღწერილი რომ იქ ერთ-ერთმა დამცველმა მოინდომა მოკლა ივანე ოქროპირის ხელით აღმართა და გაუშიშტა ეს ხელი. აპატია შეუნდა ოქროპირმა განეკურნა მას ეს ხელი და მოკლედ დედოფალი წყრალად იყო ამის გამო ჩათვალა ეს პირად შეურაცხყოფად ივანე ოქროპირი არ ეშვებოდა მე ქადაგებებშიც ახსენებდა ამ საქმეს და რამოდენიმეჯერ ისიც კი შედარებაც კი გააკეთა რომ არის ეს ისრაელის ცხოვრებაში ესეთი მაგალითი როცა დედოფალი ეზაბელი გაწარმოებული ქალბატონი წაართმევს იქ ისრაელიანის ვენახს და ამის გამო მათზე უსამართლოდ თქმობდა მოიწევა მათზე ღვთის რისხვა და აფრთხილებდა რომ მსგავსი რამე არ დამართლოდათ. მოკლედ ამ ქალბატონს თან უნდოდა რომ ეს უსამართლობები ჩაედინა და თან ესეთი ქრისტიანის სახელიც უნდოდა თან ცნობილია რომ დასაწყისში ოქროპირის გაპატრიარქობასთან ერთად საჩუქრებსა და ძღვენებსაც უგზავნიდა მაგრამ ძღვენის გაგზავნა ერთია და საფრთხო სიტყვის დამორჩილება მეორე და ეწყინა ეს ამ ქალბატონს იმიტომ რომ არ დაუფასა ივანე ოქროპირმა იმ ძღვენის საფასურად ეთყობა მოელოდა რომ იგი უნდა დადუმებულიყო ამ უსამართლობაზე და აუმხედრდა და შეეკრა აი ამ გარკვეულ ჯგუფს ცნობილია რომ მცირედი ჯგუფი კარგად ორგანიზირებული შეუძლია ამ ჯგუფს მართოს დიდი მასები და მით უმეტეს ოდესაც უშუალოდ ხელისუფლების ხარდაჭერა აქვს ასე რომ 403 წელს მოეწყო კრება მუხის კრებად არის ცნობილი ეს ქალკედონში ხდებოდა მახლობელი კონსტანტინოპოლის მახლობელი ქალაქი იყო და იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ივანე ოქროპირის განკვეთის შესახებ, როგორც ორიგენიზმის შემწყნარებელის, როგორც კიდევ იქ კონსტანტინოპოლის მონაზვნებთანაც მოვიდა ივანე ოქროპირის უთანხმოება, კერძოდ მათ ხელმძღვანელთან ერთ-ერთი ისააკი ერქვა, იმიტომ რომ თვლიდა რომ ქალაქში არ უნდა იყვნენ მონაზვნები, მეტადრე კერძო სახლებში არ უნდა ცხოვრობდნენ ესეთი კერძო პიროვნებები. და საზოგადოებრივ ბინებში არ უნდა დიოდნენ ასეთი ხონდა კაცრად ივანე ოქროპირი თვითონ უდიდესი ასკეტი იყო მონაზვნობა იცოდა და თვითონ გავლილი ჰქონდა ეს გზა და ეს ყველანი შეიკრიბნენ იქ და ივანე ოქროპირი თავის ეპისკოპოსებს მის მორჩილობაში იმყოფებოდნენ ამ ღვთის ეპისკოპოსს ეუბნება რომ ნუ შეწყვეთ მათთან ურთიერთობას, უბრალოდ ხელი არ მოაწეროთ იმას, რასაც იქ მიიღებენ, იმიტომ რომ ეს უსამართლოა, მათ კი გაუგზავნა ორი ასეთი მოთხოვნა რომ თუ გინდათ რომ სასამართლოზე მოვედი, ჯერ ერთი სასამართლო მივიღო მონაწილეობა, უნდა იყოს კონსტანტინოპოლში, კონსტანტინოპოლში, შემდეგ მეორე ჩემი მოსამართლეები არ უნდა იყვნენ ისინი, ვინც მე ჩემზე ჩასაფრებული არიან და მტრობენ მათ შეუძლიათ იყვნენ ბრალდებლები. მოსამართლე არ შეიძლება იყოს ის, ვინც ბრალდებელია. ეს მეორე მოთხოვნა იყო მისი და დასახელებული ყავდა იქ ის ეპისკოპოსები, რომლებიც მას ეს ჩასაფრებულები იყვნენ მასზე. მოკლედ დაუსწრებლად მიიღეს ეს განჩინება და გაანკვეთეს წმინდა ივანე ოქროპირი ეკლესიიდან, ასევე ბარძიმის შეურაცხყოფელსაც უწოდებდნენ იმ ლიტურგია, რომელიც ჩვენ სოფლიო ეკლესიას აქვს. ეს ასე ვთქვათ, შეკვეცილი უფრო ვარიანტი ივანე ოქროპირს ეკუთვნის, მან გააკეთა ამასაც ბრალადებდნენ. შემდეგ მოხდა ისე რომ ხალხის დიდი უკმაყოფილება მოყვა, იმიტომ რომ ივანე ოქროპირი ხალხში ძალიან პატივდებული იყო. სამღვდელოებაშიც, მაგრამ ეს ხალხში განსაკუთრებულად ყველა მიცოდა რომ ეს კაცი ღვთისკაცია, ეს თავის ნებას არ ეძებს, თავის ფუფუნებას, ეს ნამდვილად უფლის, როგორც ყველა ჭეშმარიტი მღვდელმთავრები ჩვენი უწმინდესით ეს ღვთის ნების გატარებას ცდილობს რუფალს არ შეუშალოს ხელი და არამედ უფლის ნება გატარდეს ამას და ამხედდა ხალხი, რასაც დაუპირისპირდა სახელმწიფო სამხედრო ძალა ხელისუფლების და ივანე ოქროპირი შევიდნენ მასთან, უთხრეს მას ისე მასდებდნენ ამაში ბრალს, ეს მისგან იყო და ნაწილი თვლის თვითონ გამოვიდა ფარული გზით ტაძრიდან რომ სისხლი არ დაღვრილიყო, არ უნდოდა მას რომ ის გამო დაღვრილიყო სისხლი, ნაწილი თვლის რომ აი სამხედროების თანხლებით ფაქტურად ეს ძალა იყო გამოყენებული ფარულად მეორე გზით კონსტანტინოპოლის ტაძრიდან გამოიყვანეს და
წაიყვანეს და იყო იქ ხალხმა გაიგო მე გაედევნა, მაგრამ მოკლედ ისე მოხდა, რომ მალევე ორ თვეში გადასახლება მისი არ მოხერხდა. ნაწილი თურმე ითხოვდნენ სიკვდილით დასჯასაც კი იქ იმ კრებაზე მიღებული დადგენილებიდან, მაგრამ მე იმპერატორმა გადასახლებით შეცვალა ეს 403 წლის დადგენილება, ორ თვეში გააუქმეს ეს დადგენილება, იმიტომ რომ ნაწილი ისტორიკოსები ამბობენ, რომ მოხდა მიწისძვრა კონსტანტინოპოლში, დედოფალს შეეშინდა ამ ამბის და ნაწილი ფიქრობენ, რომ მუცელი მოეშალა დედოფალს და ესეთი მინიშნება არის იქ, რომ ჩათვალა ღვთისრისხვად მასზე მოწენულს, რომ ესეთ მართალ კაცს თავისი ჯიჯიუტის გამო ჯიბრში ჩაუდგა, ასეთ და თავის თავს თავის უნებებს ვერ უღალატა და წინეს ადამიანი გასცა, ამ ეს ადამიანი განაშორა ეკლესიი. ამ წმინდა კაცს დაუწყო ბრძოლა. ფაქტიურად ივანე ოქროპირთან ბრძოლა იყო უფალთან ბრძოლა, იმიტომ რომ ეს კაცი უფლის კაცი იყო და უფლისნებას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ კრება გაიმართა, იმ კრებაზე მათ თავიანთ თავს გამოუტანეს განაჩენი და რატო ოქროპირისადმი განაჩენის გამოტანით. დააბრუნეს წმინდა ივანე ოქროპირი უკან ზეიმით შეხვდა ხალხი, მაგრამ ეს დროებით იყო დედოფალმა ჩათვალა, რომ შეაშინა, ალტყობა ჩათვალა, რომ შეაშინა წმინდა მღვდელმთავარი და ის დაანახა თავისი ძალა, რომელსაც ვერანაირი ეს ადამიანური სიწმინდე ან და კიდე საღვთო ამ ქვეყანაზე იგია ხელმძღვანელი და იფიქრა, რომ ოქროპირი გაჩუნდებოდა. და ისე გააკეთა, რომ წმინდა ტაძრის გვერდით თავისი როგორც ამბობენ რაღაც ქანდაკება დაადგმევინა, ვერცხლის იყო რამდენად მახსოვს და გაიმართა ამ ქანდაკების დადგმის საპატიოდ თამაშები, რაღაც ეს წარმართული მსგავსი რაღაც მოწარმართო ქცევა იყო, რომ დღესასწაულები და საზეიმო თამაშები და გართობა და ისეთი იყო, რომ ღვთისმსახურებაზეც კი შემოდიოდა ეს ხმა და ოქროპირმა ამაზეც კაცრად იქადაგა. კაცრად და დაუშვებლად საჯაროდ. და აი აქ უკვე ეს უკვე 404 წელია აღარ აპატიეს ოქროპირს და ბოლომდე ის რაც იყო მათ მიერ ჩაფიქრებული და ცოტა კიდევ ღვთისშიშით ამ მიწისძვრის და იმ განსაცდელის გამო რაღაც შეჩერდნენ, უკვე განახორციელეს ბოლომდე. ის უკვე ამ კრებაზე უკვე ალექსანდრიის მთავარ ეპისკოპოს თეოფილე არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ იმ კრების გამო იქ რამის მოკლეს იგი, იმიტომ რომ ნაწილი ბრბო კი მართალი იყო, რომ ოქროპირს იცავდა, მაგრამ რაღაც ალექსანდრიის მთავრის პირად ჩარევა ჩათვალა და ზედმეტი მოვიდათ, რომ ამბობდნენ დასაჭერად დასდებდნენ მას. ხო, და კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ოდესაც თვითონ ოქროპირი ბრუნდებოდა, მან არინება ტაძარში შესვლა, თქვა, ისა დაბრუნება კათედრაზე, თქვა, რომ როგორც სასამართლოთი გამკვეთეთო, ასევე სასამართლოთი უნდა გამამართლოთო. ისე მე არ მაგრამ იქაც ის იყო, ისე ძალის ხმევით შეიყვანეს და იფიქრა მღვდელმთავარ, რომ ეს ჩაევლიდა და ეს თვითონ რაც იმ ხელისუფლების ძალით მოხდა, ისევ ეს დაბრუნებაც. აი ეს მოახსენეს ამ კრებაზე, რომ შენ არ გეკუთვნოდა ეგ დაბრუნებაო, შენ სასამართლო გზით არ იყავი დაბრუნებულიო. ის ყველაფერი ძველისე მოუგონეს და ისე ძალით ოქროპირი ამბობდა, რომ მე ღვთის მღვდელმთავარი ვარ და თვითონ არ წავალ, თუ ღვთისგან დადგენილი ვარ და თუ ძალით, იმიტომ რომ თვითონებურად წავიდე, ეს ნიშნავს, რომ ჩემ უფალს პასუხი ხო უნდა გავცემე, რომ როგორ მივატოვე სამწყსო. და თქვენ თუ გნებავთ, ძალით გამწამიყვანეთ. და ძალით აიყვანენ მას. მიუჯიან ჯერ ესეთი უკუზი არის ქალაქი, იქ იყო 3 წელი დაახლოებით, 2 წელნახ 3 წელი ეს დაახლოებით და შემდეგ უკვე ბიჭვინთაში გადაასახლებენ. მაგრამ ესე იგი ეს პირველი ნაწილი შედარებით რომ სუბუქად ჩაიარა პირველ ნაწილმა იმის უფლებასაც ადებდნენ, რომ აი საკაცებზე მჯდომარე წაებძანებინათ. ოქროპირი უკვე 60 წელს გადაცილებულია ამ დროს და მაგრამ მეორე ნაწილში უკვე როდესაც უკვე იქ უკუსში იმყოფებოდა, იქ ბევრი ხალხი ჩამოდიოდა მასთან. ბევრი ხალხი მოდიოდა და ეს ქალაქი ესეთი უჩვეულებრივი ქალაქი, რომელიც სოფელადაც შეიძლება
სოფელადაც წოდებული იყო, გახდა ეს განათლების ცენტრი გახდა რა, ჩამოდიოდა ანტიოქიიდან, სხვა ქვეყნიდან და შეეშინდათ ივანე ოქროპირის მტრებს და დედოფალი უკვე გარდაცვლილი ამ დროს იმას სასტიკი იმით გარდაიცვალა სენით ისე ლპებოდა რაღაც ესეთი იყო მის სხეული რაღაც თავისი და როცა ექიმები ვერ შველოდნენ კითხვას ვარო და საიდან არის ჩემი სენი არ მეტყვითო და გაჩვენებულები ვიყურებდი იმიტომ უკურნებელი სენი ქონდა და რა თქვენი თქვა რა თმიდაო მე განა არ ვიციო აი ეს ღვთისკაცი რომ დევნეო იმიტომ მაქვს მე ეს სენი ასეთი რაღაც და სამართლიანო დაუბრუნა ის ვერ ნახის იმ ქრიებს მაგრამ არ უშველა გარდაიცვალა ფიზიკურად არ უშველა მაგრამ იმედია სულ შეეწევა უფალი მის სულს ნანობდა და როდესაც ოქროპირი კუკულში იყო ეს მდემთავრები რომლებიც მონაწილეობდნენ მის განკვეთაში შეშინდნენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩადიოდა და ნახულობდნენ და იფიქრეს რომ მოდი უფრო შორს გადავაყვაინეთო და უკვე მათი მოქმედეს იმპერატორს არკადიზე და მან აი პიტიუნში ბიჭვინთაში გადაასახლა იქ შორი მანძილი იყო რა თქმა უნდა გზად მიმავალი ბიჭვინთისკენ კომანში გაჩერდნენ კომანისგან მოშორებით იყო ეს ტაძარი მონასტერი 15 კილომეტრმა ის ტაძარი აფხაზეთში საქართველოში და ვასილისკო მეომარი ვასილისკოს სახელზე აგებული იმის იქ არის დასაფლავებული ეს ვასილისკო წარმართებმა აწამეს 308 წელს და აი იქ იყო ივანე ოქროპირი დაასვენეს ცოტა ხნით შემდეგ ეს უკვე აქეთ ეს მეომრები უკვე რაღაც ოქროპირისადმი დაპირისპირებული ჯგუფიდან იყვნენ ეს სამხედროები ძალიან უპატიოდ ექცეოდნენ იმ პირველი ნაწილისგან თვითონ ოქროპირსაც უძლურება შეეყარა ციებ-ცხელება მალარია და აიძულეს რომ წამოსულიყო მაგრამ იქ მან იხილა ხილვა ვასილისკოსი რომელმაც უთხრა რომ გამხნევდი ძმაო დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით შენ ჩემთან იქნებიო და ჩვენ ერთად ვიქნებით ის შემდეგაც მიხვდა ოქროპირი რომ უკვე გარდაცვალების დღე უახლოვდება სთხოვა რომ დამტოვეთო მაგრამ აიძულეს რომ მაინც წასულიყო და ცუდად შეიქმნა შუაგზაზე მოაბრუნეს წმინდა ივანე ისევ აქ იმიტომ რომ აქ იყო ეს სახლი სადაც შეიძლებოდა თავი შეეფარებინა და იქ სთხოვა რომ გამოეცვალა ნათელი შესამოსელი ჩაიცვა უნდა ვიცოდეთ რომ ოქროპირი ნაწილი რამოდენიმე დიაკონის სასულიერო გაყვნენ მას თან ახლდნენ თავიანთ მოძღვარს რომ არ მეეტოვებინათ და ნათელი შესამოსლები ჩაიცვა ეზიარა და გარდაიცვალა სიტყვებით შემდეგი სიტყვებით დიდება ღმერთს ყველაფრისათვის ასეთ სიტყვებით გზად ამ გადასახლებაში მყოფი მა 259 წერილი დაწერა და ახლობთ ესეა ცნობილი ასევე შრომების დაწერა ერთ-ერთი ესეც ძალიან ბევრი გამონათქვამები რომ დღემდე ოქროპის 900-მდე შრომა აქვს დაწერილი 12 დიდი ტომი არის ეს უნდა ვთქვა ბერძნულენოვან მამებში ყველაზე მეტი მასა აქვს დაწერილი და ეს თითოეული შრომა უძვირფასესია და აი ეს შრომა ერთ-ერთი ბოლო არის ესეთი შრომა სადაც განიხილავს თემას რომ ის ვინც თავის თავს არ ვნებს მისი ვნება არავის არ შეუძლია ასეთ თემა აქვს სადაც ამხნევს თავის სულიერ შვილებს რომ ის ვინც ხნეარი ხიზლობს თავის თავზე და უფალ სულზე ზრუნავს იმას თუნდაც რაც არ უნდა ვნება ებრძოდეთ რაც არ უნდა ქარტეხილი ადგებოდეს თავს არაფერი დაღუპავს იმიტომ რომ სინანულის ღვთისწმენის და უფალზე მინდობით გადარჩება და ის ვინც არ აკვირდება თავის თავს უდიერად არის უყურადღებოთ იმას 1000 საშუალებაც სულისხნის და ვერ უშველის იმიტომ რომ ის თვითონ თავის თავს უყავს და ამით აჩვენა რომ მას ამ გადასახლებით მის სულს არანაირი ზიანი არ დაადგა რომ ესეც მოწამის გვირგვინიც დაიდგა გარკვეულ თვალსაზრისით წმინდა ივანემ იგი დამარხეს ვასილისკოსთან ერთად ეს უნდა ვიცოდეთ რომ ეს ხილვა მარტო ივანემ არ ეხილა ამ ტაძრის წინამძღვარმაც იხილა რომ საფლავი გაემზადებინა ესეთი ხილვა იყო ცხოვრებაში არის აღწერილი და დაკრძალეს აი ასე რომ
ეს მოხდა იონეს ნაწილები, წმინდა ნაწილები იქ და უკვე 35 წელი გავიდა იმის შემდეგ, უკვე შვილი მარკადისა და ევდოქსიას შვილი არის იქ მეფე თეოდოსი მეორე უმცროსი და აი ამ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხდება უკვე რამოდენიმე იყო მანამდე პროკლე ხდება ეს იოანე ოქროპირის მოწაფე და ის წარმოთქვავს ქადაგებას, სადაც როგორ გახდა ოქროპირს იხსენიებს, ადარებს იოანე ნათლისმცემელს, რომელიც სამეფო ოჯახს ამხელდა და ამას შეეწირა და სამეფო ოჯახის ხილება, იმიტომ რომ ის მაგალითია ერისთვის და მისი უზნეობა ერის გამომწამხდენელია და აი აქ უკვე ხალხი მოადგება პროკლეს და მოსთხოვს, რომ თხოვე იმპერატორსო დააბრუნოს. თეოდოსისაც ეს წუხილი ჰქონდა და მივა ის გამართავს დელეგაციას და ჩავლენ იქ თავიდან მოსახლეობა უშლიდა ხელს, იმიტომ რომ ეს უფალმა გამოგვიგზავნა ეს ნათელი კაცი და მაგრამ მერე დაემორჩილიდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს საფლავის აღება, იმიტომ რომ რაღაცა სწავლულებრივად ვერ დაძრეს ეს. შემდეგ შენდობის წერილი გამოატანა თეოდოსიმ და აი აქ უკვე მოაბძანეს კონსტანტინოპოლში, იქაც შეხვდა ხალხთან ერთად, დიდი ზეიმი იყო სიხარული და წრემლები სინანულის და შენ ლოცვა თქვა, სადაც შენდობას თხოვდა თავის მამისთვის და დედისთვის და აი უკვე დააბძანეს წმინდა მოციქულთა ტაძარში, რაც ფაქტიურად უკვე მისი კანონიზაცია იყო წმინდა იოანე ოქროპირის, იმის შემდეგ შევიდა ეს წმინდანთა მოსახსენებლებში და მაგრამ კომანი მაინც ეს საფლავი წმინდა იოანეს სახელზე იყო, ამიტომ ეს მიწა ესეთი სამი დიდი წმინდანის ფარველობის ქვეშ არის, ეს იოანე ეს უფლის მოციქულის სიმონ კანანელის, რომელიც აფხაზეთშია ნაწამები, შემდგომ ეს ვასილისკო მოწამე მეომარის და აი ეს მესამე უკვე იოანე ოქროპირი, რომელთა მეოხებითაც უფალის იმედი გვაქვს, რომ ღმერთი ამ ძილძველ ქართულ კუთხეს კვლავ შემოუბრუნებს სამშობლოს და აი სულიერი სიხარულით აგვავსებს აგაც და მარადისობაში. დღეს როდესაც ეს ტერიტორიებით სამწუხაროდ ჩვენთვის მიუსტომელი ამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ და შევთხოვოთ ამ წმინდანებს, რა თქმა უნდა, მეოხება. ძალიან დიდი მადლობა მამა იაკობ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, მაყურებელს შევახმიანებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მემშვიდობებით მამა იაკობს, შუა დღეს კი ვაგრძელებთ და გადაცემის მეორე ნაწილი გვარის წინ უცნობი სერგო ქობულაძე, ასე ქვია გამოცემას, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინიციატივით მომზადდა, თუ რას მოიცავს აღნიშნული წიგნი, ამაზე უფრო ვრცლად უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ.